McDonald's-ში თურმე სუნის გამფრქვევები უყენიათ იმისთვის, რომ მიიზიდონ მომხმარებლები, ანუ მართლა ცხობის ესეთი აქტიური სურნელი შეიძლება არ ტრიალებდეს რეალურად, ვიდრე ხელოვნური სუნის გამაძლიერებლები იმისთვის, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაზე იქონიან გარკვეული გავლენა. მე მაინც მგონია, რომ აი ნეირომეცნიერების შემოტანით მარკეტინგსა და გაყიდვებში საფუძველი კიდევ უფრო მეტად მყარდება ბრენდინგის. ანუ შენ თავარია ხელი გაიცალო და გაყიდო კი არა. აი ამით გადიხარ იმ გზაზე, რომ თავარია მიხვდე რა უნდა შენს მომხმარებელს და ღირებულება დაანახო და აი ეს ღირებულება სად იმალება, ბევრი კვლევა არ არის სხვათა შორის მარკეტინგში, იმიტომ რომ რაღაცა ეთიკურ რაღაცაზე მივდივარ და რო ვთქვა, რომ ბევრი კვლევა დაშვებული არის, არ ხდება ასე. არის იქ რაღაცა ზუსტად ფერების ფსიქოლოგია, მუსიკის, აი გემოს, ყნოსვის, თუმცა აი ასე ძალიან დაწვრილმანებული, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერი არ არის, რაც ჩვენი ინტუიცია არის გარკვეული, რომელიც კიდევ უფრო ძველი ჩვენი, ანუ შეიძლება ბავშვობის მოგონებებიდანაც კი მოდიოდეს რაღაც.